დღეს საღამოს 9 საათზე რუსთავის ცენტრალურ პარკში ქართული ქორეოგრაფიის 10-დღიანი კონკურს ფესტივალი ქართული იწყება. წლევანდელი ქართული ქრისტიანობის 1700 წლის თავს და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნას ეძღვნება და ქართული საგალობლებით გაიხსნება. საზეიმო კონცერტზე სპეციალურად ქართულისთვის შექმნილ პროგრამას წარადგენენ კახაბერი და ხანუმები, შავნაბადა, თუთარჩელა და ანსამბლი ჯავარი. ფესტივალი ქართული რუსთავში უკვე მესამედ იმართება. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც ჩაერთვებიან. სამზადისი რუსთავის საფესტივალო სივრცეში დილიდან მიმდინარეობს. რუსთავში ვიწყებთ ფესტივალ ქართულს, რომელიც 10 დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკში უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. ასევე გვახარებს ამ წელს ის ფაქტი, რომ კონკურს ფესტივალი საერთაშორისო გახდა და ვმასპინძლობთ ჩვენი ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებს სამი ქვეყნიდან, ასე რომ დღეიდან იწყება ფესტივალი ქართული და გელოდებით ყველას. რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე დღის პირველი საათიდან გაიხსნება. საღამოს 9 საათზე კი გვექნება გალა კონცერტი, რომელიც იქნება განსაკუთრებული წელს. სცენაზე წარმოდგენილი იქნებიან რუსთაველი შემსრულებლები, სპეციალურად ქართულისთვის შექმნილი პერფორმანსებით.